გრეჰემის შვილები. ეს ბრიტანელი მხატვრისა და კარიკატურისტის უილიამ ჰოგართის ნამუშევარია. ჰოგართმა სახელი თანამედროვე ინგლისური საზოგადოების ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებით გაითქვა. ამავდროულად ის იგავების ილუსტრაციებსაც ქმნიდა. როგორც ხედავთ, მხატვარმა სასურათე სიბრტყეზე ჯგუფური პორტრეტი გამოსახა. სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ წარმოდგენილნი არიან თომასი, ჰენრიეტა, ანა მარია და რიჩარდი. სამოსის გამო სასურათე სიბრტყის მარცხენა ქვედა არეში გამოსახული თომასი პატარა გოგონა ჰგონიათ ხოლმე. კაბებში გამოწყობილი ბიჭუნები არაერთ ნამუშევარში გვინახავს. ბიჭები მოუთმენლად ელოდებოდნენ დღეს, როდესაც მათ შარვლის ან ბრიჯის ტარების უფლებას მისცემდნენ. შეგახსენებთ, რომ ბრიჯი მუხლებს ქვევით ვიწრო, ჩექმებში ჩასატანებელი ერთგვარი შარვალია. დღეს, როდესაც ბიჭი პირველად იცვამდა ბრიჯს ან შარვალს, ბრიჩინგს უწოდებდნენ. ხშირად ამ მოვლენის აღსანიშნავად ოჯახური ზეიმებიც ეწყობოდა. ტრადიციამ მე-20 საუკუნემდე იარსება. ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეში ბრიტანეთში ახალშობილთა სიკვდილიანობამ იმატა. ბავშვების დიდი ნაწილი წლამდეც ვერ აღწევდა. სურათზე გამოსახული პატარა ბიჭუნა თომასი ნამუშევრის დასრულებამდე გარდაიცვალა. თომასის გარდაცვალების შემდეგ უილიამ ჰოგართმა კომპოზიციაში ბევრი დეტალი შეცვალა. ნამუშევრის დასასრულებლად მხატვარმა მანამდე გაკეთებული ჩანახატები გამოიყენა. სურათი სიმბოლოებითაა სავსე. ბიჭუნას სიახლოვეს ხილით სავსე თასია გამოსახული. მის სიახლოვეს კი ვხედავთ მიხაკებს. მის ოთხთვალას კი ჩიტის გამოსახულება ამშვენებს. სასურათე სიბრტყის მარცხენა ზედა არეში ვხედავთ საათსაც. რიჩარდი სკამზეზის ხელში მუსიკალური საკრავი უჭირავს. ამ საკრავს ხშირად ჩიტების არღანსაც უწოდებენ. ვინაიდან ამ არღანს ჩიტების ასამღერებლად იყენებდნენ ხოლმე. ჩიტი არღანზე დაკრულ მელოდიას ჯიკ-ჯიკით ყვებოდა. ჩიტის არღანზე მითიური მომღერალი, მისტიური ჰიმნების ავტორი, მუზა კალიოპესა და თრაკიის მეფის ვაჟი, ევრიდიკეს მეუღლე, ორფეოსია გამოსახული. ბიჭის უკან გამოსახული კატა გალიაში გამომწვდეულ ჩიტს ჩასაფრებია. ცნობილია, რომ 1753 წელს ჰოგართმა სახელოვნებათმცოდნეო ტრაქტატი გამოაქვეყნა. ტრაქტატში ის სხვადასხვა ობიექტის ვიზუალურ ესთეტიკურ მომხიბვლელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ესის მაგვარი დინამიური ხაზების მეშვეობით შექმნილი კომპოზიცია მაყურებლის ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევარი მხატვარმა ტრაქტატის გამოქვეყნებამდე თითქმის 10 წლით ადრე შექმნა, კომპოზიციის აგებისას მან სწორედ ესის მაგვარი ხაზები გამოიყენა. იმხანად ლონდონში სახელგანთქმული ფარმაცევტის დანიელ გრეჰემის შვილები მხატვარმა ინტერიერში გამოსახა. 1816 წლამდე ნამუშევარი გრეჰემის ერთ-ერთი შვილის, რიჩარდ რობერტ გრეჰემის კერძო კოლექციაში ინახებოდა. რიჩარდის გარდაცვალების შემდეგ თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში ნამუშევარი არაერთი კერძო კოლექციონერის მფლობელობაში იყო. 1934 წელს კი მან ლონდონში ეროვნულ გალერეაში დაიდო ბინა.